ცნობილია ვისი არჩევა მოუწევთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისში მცხოვრებ მოქალაქეებს. ცესკოს მონაცემებით ქუთაისში საკრებულოს პარტიული სია 8 სუბიექტს აქვს წარდგენილი. ესენი არიან პარტიები: კონსერვატორები საქართველოსთვის, სახალხო ხელისუფლება, ძლიერი საქართველო ლელო, გახარია საქართველოსთვის, ქართული ოცნება, გირჩი, საქართველო და საქართველოს პატრიოტთა ალიანსი. აქედან ცესკოს მონაცემებით 10 მაჟორიტარულ ოლქში 36 კანდიდატი წარადგინა 5 პარტიამ. 3 პარტიას კონსერვატორები საქართველოსთვის, გირჩსა და საქართველოს პატრიოტთა ალიანსს არც ერთ მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი არ წარუდგენიათ. ცესკოს მონაცემებით ავტომშენებლის, ავტოქარხნის, გამარჯვების, უქიმერიონის, ქალაქ-მუზეუმისა და კახიანოურის მაჟორიტარულ ოლქებში მაჟორიტარობისათვის 4 კანდიდატურაა წარდგენილი. საფიჩხის, ძელქვიანის, ნიკიასა და სულხან-საბა ვაკისუბნის მაჟორიტარულ ოლქებში კი 3-3. რაც შეეხება მერობის კანდიდატებს, აქ წარმოდგენილია 3 პარტია. ესენია ქართული ოცნება, რომლის კანდიდატიც არის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი, პარტია გახარია საქართველოსთვის კანდიდატი პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი და პარტია საქართველოს წარმომადგენელი გიორგი ამაღლობელი. 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ტელეკომპანია მეგატივი 59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ლარინა ლალიაშვილს ესაუბრა, რომელმაც წინასაარჩევნო გარემოსა და არჩევნების წესებზე ისაუბრა. წინასაარჩევნო გარემო არის ძალიან მშვიდი, მიმდინარეობს პროცესი, სამზადისი საარჩევნო პროცესი ადმინისტრაციაში. ქუთაისის ოლქი მაქსიმალურად დატვირთვით მუშაობს იმისთვის, რომ 4 ოქტომბერს ამ მომრჩეველს კონდეს შესაძლებლობა თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში გააკეთოს არჩევანი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ ერთი არჩევნებია, თუმცა ჩვენ 3 სხვადასხვა სუბიექტის არჩევა გვიწევს. მომრჩეველს აქვს 3 ხმა, ერთი ხმა აქვს საკრებულოს პროპორციული სიებით კომისიის წევრების ასარჩევად, მეორე ხმა აქვს მაჟორიტარების ასარჩევად და ერთი ხმაც აქვს ქალაქის მერის ასარჩევად. შესაბამისად, ეს არის ცოტა განსხვავებული, რაც არის წინაარჩევნებთან მიმართებაში და განსხვავებულია ასევე ბიულეტენიც. ბიულეტენი არის კომპოზიციური ბიულეტენი, ერთ ბიულეტენზე განთავსებულია 3 სვეტი და თითოეულ სვეტში ამ მომრჩეველს მოუწევს გააკეთოს არჩევანი მისთვის სასურველი კანდიდატის წინ არსებული წრის გაფერადებით ან და მონიშნით. ლარინა ლალიაშვილმა ასევე ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ისარგებლონ ადამიანებმა გადასატანი ყუთით. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც აქვს ფიზიკური მდგომარეობა ისეთი, რომ არ შეუძლია უბანზე მოსვლა, შეუძლია მოგმართოს გადასტან ყუთთან დაკავშირებით. ვადები 23-ის ჩათვლით, 23 სექტემბრის ჩათვლით გრძელდება. შესაბამისად, მათი მხრიდან მხოლოდ განცხადების დაწერაა საჭირო და დაფიქსირება. განცხადების მოტანის შესაძლებლობა თუ არ აქვს ამ მომრჩეველს, მას შეუძლია ისარგებლოს სატელეფონო კავშირით, დაუკავშირდეს როგორც უბნის კომისიის წევრებს, ასევე ოლქის კომისიის წევრებს და შესაბამისად ნებისმიერი ფორმით ჩვენთან შემოსული ინფორმაცია იქნება მიღებული, დარეგისტრირებული შემდეგ უკვე საუბნო საარჩევნო კომისიის მხრიდან და ამის შემდეგ გადამოწმების საფუძველზე, მოთხოვნის საფუძვლიანობის შემთხვევაში ეს ადამიანი შეყვანილი იქნება გადასტანი ყუთის სიაში. 59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ასევე კომენტარი გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. პარტიების მხრიდან გამოცხადებული ბოიკოტი იყო მათი უფლება და შესაბამისად ამ უფლებით ისარგებლენ. თუმცა არა ყველა ოპოზიციური პარტია, მოგეხსენებათ, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობას იღებს გახარია საქართველოსთვის, იღებს მონაწილეობას ლელო, იღებს მონაწილეობას კონსერვატორები, პარტია საქართველო და 8 პოლიტიკური სუბიექტი მაგალითად მარტო ქუთაისში მყავს დარეგისტრირებული, თუმცა ქვეყნის მასშტაბით, რა თქმა უნდა, მათი რაოდენობა უფრო მეტია. შესაბამისად, აქ ჩვენ არ ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, რომ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ერთი სუბიექტი იღებდეს. ცნობისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ცესკოს მონაცემებით ქუთაისში 76 საარჩევნო უბანია, ამ მომრჩეველთა რაოდენობა ერთიან სიაში კი 152.517 ადამიანს შეადგენს. 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების ნაწილი ბოიკოტს უცხადებს, ისინი მასშტაბურ აქციებს აანონსებენ. უწყვეტი საპროტესტო აქციების მთავარი მოთხოვნა დღემდე არის საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
საქართველოსგან არჩევნებამდე მოკლე დროში მოწვევა ეფექტიან დაკვირვებას შეუშლის ხელს. ამის შესახებ EUTO-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის დირექტორმა მარია ტელალიანმა განაცხადა. კერძოდ EUTO ოდირის განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 4 ოქტომბერს დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე არჩევნების დღემდე ერთ თვეზე ნაკლები დროით ადრე დამკვირვებელთა მოწვევა არ ტოვებს საკმარის დროს სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისათვის. როგორც EUTO ოდირის დირექტორმა განაცხადა, ოდირი ვერ შეძლებს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას საქართველოში. გამჭვირვალე და სანდო საარჩევნო დაკვირვება გულმოდგინე მომზადებასა და საარჩევნო პროცესის საკვანძო ეტაპებზე წვდომის შესაძლებლობას მოითხოვს. ჩვენს ყოვლის მომცველ მეთოდოლოგიასთან შესაბამისად. სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ასეთ გვიან ეტაპზე მოგვიწვიონ ეფექტიან დაკვირვებას შეუძლებელს ხდის. ოდირი ვერ შეძლებს საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის გაგზავნას, ამის მიუხედავად იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ინსტიტუტებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან გავაგრძელებთ ხანგრძლივ თანამშრომლობას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გასაძლიერებლად. განაცხადა ტელალიანმა. EUTO ოდირის განცხადებას აფასებენ საქართველოში. ფაქტობრივად ყველანაირი შესაძლებლობა ტექნიკური ამოწურულია იმისი, რომ EUTO ოდირმა განახორციელოს სრულფასოვანი დაკვირვება ამ რუსულ სპეცოპერაციაზე, მაშინ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა ფორმალურად, რომ უბრალოდ მიმართოს EUTO ოდირს, რაც მათი მხრიდან კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ ისინი ცდილობენ, რომ შექმნან რაღაცა ფარსი ამ რუსულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, თითქოს ამ ქვეყანაში ტარდება რაღაცნაირი ტიპის არჩევნები, რეალურად ამ ქვეყანაში არჩევნები არის გაუქმებული. EUTO ოდირის მხრიდან, რომ ის პასუხი იქნებოდა, რა პასუხიც მიიღო ქართულმა ოცნებამ, ეს არის აბსოლუტურად ცხადი. იმ მოკლევადაში, რა დარჩენილია საარჩევნოდ, ვერ შეძლებს EUTO ოდირის სრულყოფილად დაკვირვებას. ტობახიძის მხრიდან EUTO ოდირის მისიის მოწვევა რამდენიმე დღის წინ აღმოჩნდა პროპაგანდისტული ხრიკი, ამის შესახებ ჩვენ ინტენსიურად ვსაუბრობდით. მაშინ, როდესაც თვეზე ნაკლებია დარჩენილი არჩევნებამდე, შეუძლებელი არის სრულფასოვანი მისიის წარმოვლენა და შესაბამისი დაკვირვების განხორციელება როგორც წინა საარჩევნო პროცესზე, ასევე კენჭისყრის დღეზე და ამის შედეგად რაიმე დასკვნის დადება. ამის გამო წუხილს გამოთქვამს EUTO ოდირი, რომ ნდომოდა რეალურად ქართულ ოცნებას EUTO ოდირის მისიის მოწვევა, ჯერ კიდევ ივნისში არ იტყოდა უარს ამის შესახებ. ოცნების რეჟიმმა განზრახ დააგვიანა EUTO ოდირის მოწვევა, რათა მისიას ჩამოსვლის საშუალება არ ქონოდა პრაქტიკულად და ჩამოსვლის შემთხვევაში სრულფასოვანი დაკვირვების შესაძლებლობა არ მისცემოდა. EUTO ოდირის განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ არჩევნები მხოლოდ არჩევნების დღეს არ ყალბდება ოცნების მიერ და სრულფასოვანი დაკვირვებისთვის არჩევნებამდე დაკვირვებაა აუცილებელი. ეს კი ოცნების რეჟიმის ინტერესში არასდროს შედიოდა, ოცნება არჩევნებს არჩევნებამდეც აყალბებდა, ამის პრაქტიკა გვაქვს და იგივე განზრახვა აქვს ახლაც. ჩვენი ვარაუდი გამართლდა იქიდან გამომდინარე, რომ ხედავთ, რომ თითქმის 1 წლის განმავლობაში აბულინგებდნენ EUTO ოდირს. მოწვევა გავაგზავნეთ, რომ სასპეკულაციო ყველასთვის დაგვეკეტა ამ საკითხთან დაკავშირებით და ჩვენ ისინი მოვიწვიეთ, თუმცა რაღაცა თითიდან გამოწვეული საბაბით ამბობენ უარს ჩამობრძანებაზე, თუმცა რეალური მიზეზი არის ის, რომ ისინი რომ დააკვირდებიან არჩევნებს, ყველაფერი მიმდინარეობს ჩვენი მხრიდან ძალიან მშვიდი გარემოს ფარგლებში, წინა საარჩევნო პირობები არის შექმნილი უმაღლეს დონეზე, არჩევნებიც ჩატარდება იგივენაირად უმაღლეს დონეზე და ისევ მოუწევთ დაწერა, რომ CESCO მოახდინა არჩევნების ძალიან მაღალ დონეზე ადმინისტრირება და შესაბამისად იციან, რომ ამაზე კიდე დამატებითი ბულინგი იქნება მათი მისამართით და შესაბამისად ისინი ცდილობენ, რომ ეს ბულინგი თავიდან აირიდონ. პირველი შესაძლებლობისას ნაგავში მოისროლა მისი დაკვირვება ყველა, მისი შედეგები ყველა, ვისაც პატივი უნდა ეცა და პრაქტიკულად ქართული ოცნების ხელისუფლება აღმოჩნდა ერთადერთი ხელისუფლება, რომელიც მიუთითებდა ყველას, რომ პატივი ეცათ EUTO ოდირის ანგარიშისთვის. მაინც რომ რაღაცნაირად დაგვესრულებინა ეს манипуляციები, ჩამოსვლა, მოწვევა, არ მოწვევასთან დაკავშირებით ჩვენ მოვიწვიეთ და მივიღეთ ის პასუხი, რაც მივიღეთ. გასაგებია ჩვენ პატივცემთ მათ პოზიციას, მათ გადაწყვეტილებას და მსგავსადვე იმედია, რომ ისინიც და ყველა საერთოდ პატივცემს ქართული ხალხის გადაწყვეტილებას და არჩევანს მუნიციპალურ არჩევნებზე. დროზე დაიწყეს ზოგ-ზოგი ერთებმა манипуляция არ არსებობს რაიმე განსაზღვრული თარიღი, როდის უნდა გააგზავნო, როდის არ უნდა გააგზავნო, ეს არის ორმხრივი შეთანხმების საგანი იმ ქვეყანაში, სადაც მიდიხარ და ამიტომ რამე ისეთი განსაკუთრებული წესი აქ არ არსებობს.
ზომისათვის საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერსაა ჩანიშნული, ოპოზიციის ნაწილი 2025 წლის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. ქუთაისში მერის მოადგილედ დავით ნიშნიანიძე დაინიშნა ინფორმაციას ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერი ავრცელებს. ახალი მოადგილე მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა წარადგინა. დავით ნიშნიანიძე 2018 წლის იანვრიდან დღემდე ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი იყო. ქუთაისის მერის მოადგილის დავით ნიშნიანიძის უფლებამოსილებაში შედის ქუთაისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ერთი პრიორიტეტის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილების, ერთი პროგრამის ფარგლებში პროგრამებს შორის თანხების გადანაწილების, საბიუჯეტო კვალიფიკაციის მუხლებსა და ქვეპროგრამებს შორის თანხების გადანაწილებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლებით მიღებული სახსრების გადანაწილების საკითხები საკურატორო სფეროში შემავალი მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისა და თანამშრომლებისათვის დავალებების მიცემის საკითხი. ცნობისათვის ქუთაისის მერის უკვე ყოფილმა მოადგილემ იუზა უგულავამ თანამდებობა გუშინ დატოვა, ის ამ პოსტს 2017 წლიდან იკავებდა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, საჯარო სამსახურში ხელფასების მატება გაგრძელდება, როგორც მან მთავრობის ხდომაზე აღნიშნა, 2026 წელსაც საჯარო მოხელეებს ხელფასი 10%-ით გაეზრდებათ. 2021 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე მთლიანად საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის დაიწყო ხელფასების მოწესრიგება. საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტით ყოველწლიურად განისაზღვრება საბაზო თანამდებობრივი სარგო, რაზეც მრავლდება თითოეული საბიუჯეტო ორგანიზაციის საშტატო განრიგით განსაზღვრული კოეფიციენტი და შესაბამისად განისაზღვრება საჯარო მოხელის ყოველთვიური ანაზღაურება. საჯარო სამსახურში გაგრძელდება ხელფასების მატება, როგორც მოგეხსენებათ, გასული წლების განმავლობაში ყოველ წელს ხელფასები იმატებდა 10%-ით და 2026 წელსაც 10%-ით გაიზრდება საჯარო მოსამსახურეთა ხელფასები. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანის ბრალდებით წარსულში სხვადასხვა დაანაშაულისათვის ნასამართლები პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული საცხოვრებელი სახლის ჭრეკისას ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის კულტივირებისათვის მოწყობილი სპეციალური სათბურიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობით 25 ძირი მცენარე კანაფი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უკრაინის რესპუბლიკის 2 მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჭხრეკის შედეგად ასევე მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული განსაკუთრებით დიდი ოდენობის 1 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მეტადონი ამოიღეს. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასვებისათვის საჭირო მასალები და ელექტროსასწორი. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.